მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა, კვლავ ეთერში ბრუნდება, პირდაპირ ეთერში, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა, ყოველ ხუთშაბათს, მეორე ხუთშაბათს მე კი ტრადიციულად ესმა გუმბერიძე ვარ, მისი წამყვანი და ავტორი. გილოცავთ კიდევ ერთხელ გასულ დღესასწაულებს, მშვენობას ახალ წელს. გისურვებთ საუკეთესო წელს, გისურვებთ მყარად იდგეთ ფეხზე და წინ წახვიდეთ ამ წლის განმავლობაში. ჩვენ ისეთი გადაცემა გვაქვს, რომელიც თან გვინდა რომ ხიარულ ნოტაზე იყოს და ამიტომ ხიარული სტუმარი მოვიწვიეთ, მარიამ ავაკოვა. მაგრამ თან გვინდა რომ იყოს გამოფხიზლებაც ერთგვარი ამ სადღესასწაულო ამბების, кейფის და ასე შემდეგ და ამიტომაც თემა ცოტა უფრო სერიოზული არის, თუმცა თვითონ ამ მარიამის ენერგიულობა, დარწმუნებულობა რამას დააბალანსებს. მოგესალმებით მარიამ, ჩვენი თემა კი დღეს არის ბულინგი, ჩაგვრა და როგორ შეიძლება რომ მას გავუმკლავდეთ, რა არის მისი გამოწვევა, მიზეზები და ასე შემდეგ. მადლობა მარი გადაცემაში მოსვლისთვის და შენ დატვირთულ გრაფიკში შენ მრავალმხრივ აქტიური ადამიანი ხარ სხვადასხვა სფეროში და ხმიანობ, რამდენიმე მთავარი მიმართულება რომ გამოგვიყო და უკვე შემდეგ რა გაკავშირებს ბულინგთან, ასევე მოქმედად როგორ. Პირველში უნდა მადლობა მოგიხადო გადაცემაში მოწვევისთვის. ჩემს დიდი პატივია რომ დღეს ასე ვთქვათ ამ ახალი წლების მერე თქვენთან მიწევს პირველად მოსვლა, თქვენთან ერთად მიწევს ამ გადაცემის ჩაწერა. ამ შემთხვევაში მე როგორც უკვე ახსენე, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ძალიან ბევრ საქმიანობაში, ძირითადად ეს არის არაფორმალური განათლება და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. თუმცა ეს არის ბოლო პერიოდი. ეს მოხალისეობრივად, ხო? ამ შემთხვევაში უფრო მეტად მოხალისეობრივად ვარ ჩართული, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემი ენერგია, ჩემი ცოდნა თუ ჩემი გამოცდილება მოვახმარო იმ კარგ საქმეებს, რაც შეიძლება გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ ანაზღაურება არ იყოს. ჩემთვის მთავარია რა შედეგი იქნება საზოგადოებაში და რა შემიძლია მე ერთმა ადამიანმა ჩემი პატარა წვლილით შევცვალო. ამ შემთხვევაში მე ჩართული ვარ რამოდენიმე პროგრამაში. ძირითადად მინდა აღნიშნო ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ასევე მოხალისეობრივია და ძალიან კარგი შესაძლებლობა სხვა ახალგაზრდებისთვის, ეს არის ევროპის ახალგაზრდა ელჩის პროგრამა, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სრულად მოხალისეობრივ დონეზეა, მაგრამ მოიცავს იმას, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი თავის რეალიზაცია სხვადასხვა პროექტების გაკეთების დროს და ამავდროულად ცნობიერების ამაღლება თუ რაც აკეთებს ევროკავშირი. გარდა ამისა, ვარ TOK TV რეგიონალური მედია, რომელიც მიმართულია, ეს არის რუსულენოვანი მედია და მიმართულია ეთნიკური უმცირესობების დასახლებული რეგიონებში მიაწოდოს ინფორმაცია რუსულ ენაზე და გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტის და ამავდროულად ახალგაზრდა ტრენერი, ზოგჯერ ვარ ჩართული სხვა არაფორმულ განათლების თემაზე. ძირითადად არის საკითხები, რომელიც მე მომწონს, ეს არის და ვერთვები, ეს არის მეწარმეობა, ლიდერობის თემები და უფრო მეტად ძალიან ვამაყობ, რომ ამავდროულად მშვიდობის კორპუსის პროგრამებში მქონდა არაერთხელ როგორც კანცლერის და ლიდერის და ტრენერის პოზიცია, ამავდროულად მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მქონოდა და ესე ვცდილობ, რომ აქტიურად ვიყო ჩართული და არა მარტო მათ, არამედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მეც მაქვს ჩემი საინიციატივა, რომელიც უფრო მიმართულია ინფორმაციის გავრცელებაზე და ამავდროულად და რა თემებზე არცერთი ინფორმაცია. ძირითადად სხვა თემებზე, რაც შეიძლება ახალგაზრდებს დაინტერესოთ. გვერდია ესეთი ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, მაგრამ შესაძლებლობის დაგვაერთოს მეც დრო მაქვს, ვცდილობ რომ გავაზიარო, იმიტომ რომ მართლაც მივაწოდოთ ეგ გარკვეული ინფორმაცია, თუმცა აქტიურად იყო რამოდენიმე წლის წინ, ეხლა დროის გამო მომიწია ესე ვთქვათ ამ აქტივობის დაწევა. და რუსულენოვანი ტელევიზია ძალიან კარგი პროექტი არის ინტეგრაციისთვის და ამ ქართული სამცოდნე ადამიანებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების და ერთგვარი ნარატივის მიწოდების შესაძლებლობა. ამას სახელმწიფო უჭერს მხარს თუ იცი თუ ეს არის სრულად კერძო ინიციატივა და კერძო დაფინანსებაზე მუშაობს. ეს არის ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის მიერ გაკეთებული ტელევიზია, რომელიც მთლიანად თავიანთი რესურსით გააკეთეს. ფაქტობრივად დაფინანსებაც კი არ აქვთ, მაგათ ისეთი რომ შეძლონ რომ უფრო კარგ რეიტინგზე გავიდნენ. ამ შემთხვევაში ახლა იდგამს ეს TOK TV მედია და მიმართულია რომ რაც შეიძლება მეტად ვინც არ იცის ეს ქართული ენა სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით უფრო მეტად აგრო ტივიზე არიან და აგრო
თემებზე ავრცელებენ, იმიტომ რომ რაც მათთვის საინტერესო იქნება იმ ხალხს, რომ გაუზიარონ. მოდი გადავიდეთ ჩვენს თავარ თემაზე, ეს არის ბულინგი. პირველ რიგში რომ განვმარტოთ მსმენელს, რას ნიშნავს ეს სიტყვა? რა იგულისხმება? ზოგადად ბულინგს აქვს ქართული შესაწყისი ძალიან კარგი, რაც არის ჩაგვრა. ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ბევრი ამას იცახის ბულინგს. ჩაგვრა არის იმ შემთხვევაში ძალიან ისეთი სიღრმისეული სიტყვა, რომელშიც მოისაზრება ძალიან ბევრი რამ. ჩემთვის არის როგორც ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, რასობრივი, ეთნიკური, ამავდროულად სხვა ფიზიკური მონაცემების გამო ხდება ადამიანების ჩაგვრა, იგივე შეიძლება ვთქვა ძალიან ხშირად დისკრიმინაცია და საზოგადოებაში თუ ჯგუფში ინტეგრაციის გარკვეულწილად პრობლემური სიტუაციის შექმნა და ამათ ფსიქოლოგიური გარკვეული ზეწოლა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ჩაგვრის მსხვერპლი. ხო, როგორც ნაკლებად ხარისხოვან ადამიანებისადმი მოპყრობა მათი არათანაბარ ღირებულების ის თქვა სუბიექტებად მიჩნევა საზოგადოებაში არასრულფასოვან წევრებად საზოგადოების და სხვა. თუმცა ბულინგს უფრო ჩაგვრა შეიძლება სხვადასხვა იყოს, ხო, ოჯახში ძალადობაც. ბულინგზე უფრო გულისხმობთ ხოლმე, რომ თანატოლთა მიერ ჩაგვრა არის. ეს ის მტკივნეული თემაა და ის მომენტია, როდესაც ადამიანი თქვა გარდამტეხ ასაკში ცდილობს, რომ თანატოლებში იპოვოს ავტორიტეტები და სახს გარეთ ეძებს ავტორიტეტებს და დასაყრდენს, იმიტომ რომ იცის ინტუიტიურად, რომ სწორედაც რომ ისი თანატოლები იქნებიან მასთან ერთად თავის დროზე სახელმწიფოში პასუხისმგებლები, როდესაც გაიზრდებიან და სწორედაც რომ მათთან ერთად შეძლებენ უფრო მეტის გაკეთებას, ისინი მათი თანასწორები იქნებიან, თუმცა როდესაც აქაც აწყდება ადამიანი ესეთი ტიპის ჩაგვრას. სწორად განმარტეთ ეს მინდა გითხრათ, გისმენდეთ ის სიამოვნეო მივიღა ამ განმარტეს მოსმენთ კი თანატოლების უფრო მეტად არის თანატოლებში ეს ბულინგი და უფრო მეტად არის გავრცელებული სკოლებში, რა თქმა უნდა. და უნდა აღნიშნო, რომ ეს არის გავრცელებული ზუსტად იმ ბავშვებში და იმ მოზარდებში, რომლებსაც უნდათ რომ კლასში იყონ და თავი აჩვენონ, რომ არიან ძალიან კარგი ტიპები, მაგრები, ან უნდათ გარკვეული ავტორიტეტი და შესაბამისად, ვინც თვლიან, რომ მათზე სუსტია, ან იციან, რომ შეიძლება პასუხი ვერ გასცეს სათანადოდ, იგდებენ აბუჩად და უწევთ მერე ამ კუთხით, ესე ბულინგს ვიტყვი, ამ სიტყვას ვიხმარ, მათი დაჩაგვრა და მათზე ძალადობა უფრო მეტად ფსიქოლოგიური, ზოგჯერ ფიზიკურიც კი. და როგორ ფიქრობ, რატომ ხდება ეს ოჯახიდან მოდის, იმიტომ რომ ისინი თვითონ ოჯახში ან სხვა უფრო ძლიერთა მიერ ხდებიან რაღაც ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლნი და დამცირების, უფრო იმიტომ რომ რაღაც არსებობს საზოგადოებაში რაღაც დომინანტი წარმოდგენები მის შესახებ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა ქალი, მამაკაცი, ბავშვი და ასე შემდეგ და აი ვინც ამაში არ შედის საზოგადოებაში რაღაცნაირად მიღებულია, რომ ის ადამიანი ერთგვარად არად ჩაითვალოს, თუ რა იწევს ამაში ოჯახებთან დაკავშირებით ცოტა სამართული ფენომენი, ანუ სამართული სიტუაცია რო ვახსენოთ ეს. იმიტომ რომ ოჯახებთან დაკავშირებით შეიძლება ოჯახში არის, ოჯახიც არის გარკვეულწილად შეიძლება რომ მისი ქმედება თუნდაც ასე თვითონ აკეთებს არის არასწორი, მაგრამ უფრო მეტად ეს ჩემთვის ეს ინტუიცია არის ის, რომ ამ ბავშვებში ხვდება მაშინ, როდესაც მათ რაღაცა აკლიათ, მათ უნდათ რომ დაიკმაყოფილონ გარკვეულწილად ის შინაგანი, რაც მათ თვითონ აწუხოთ პრობლემები და ხდებიან, რომ აი ამ ჩაგვრით მათ შეუძლიათ რაღაც პრივილეგია მიიღონ თვითონ სკოლაში. ძალიან საინტერესო ფენომენი არის მე ასევე ისიც, რომ მშობლების დამოკიდებულებას იმეორებს ბავშვი. ოღონდ ხშირად უფრო გულწრფელად და უფრო რადიკალურადაც. შეიძლება პირდაპირ ოჯახში მოწოდებები არ არის ხოლმე ძალადობისკენ, თუმცა როდესაც ბავშვი ხედავს ოჯახში, რომ ვიღაცაზე, ვინც გვერდით გავლელზე მშობელი მუდმივად აკეთებს რაღაც დამამცირებელ კომენტარებს, რომ ამას რა აცვია, ეს რას გავს, როგორი მოუვლელია, ის რანაირად ლაპარაკობს, რანაირად ენაებმევა, ის როგორი რაღაც ასეთია, ის ისეთია, ხომ არ იწევს ესეც ბავშვში განწყობას, რომ მასაც შეუძლია ასე და უფრო რადიკალურადაც გამოხატოს, იმიტომ რომ ის შეიძლება თვლიდეს, რომ მშობელზე უფრო გაბედულია, უფრო თამამია და უფრო თამამად გამოხატოს ის, რაც მას ერთგვარად სახლში და მის გარემოში ჩაუნერგეს.
განკითხვა, ასე ვთქვათ, დიახ, დაგეთახმები ამაშიც, იმიტომ რომ ზოგადად ბავშვი, რომელიც ხდება იმ გარემოცვაში, რომელსაც უკვე შენ ახსენე, როდესაც ხედავს, რომ მშობელიც კი აკეთებს გარკვეულ დისკრიმინაციულ კომენტარებს სხვის მიმართ, მისთვისაც ხდება ეს ჩვეულებრივი ამბავი, ჩემი აზრით, თუ ამ ბავშვს თვითონ არ აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და გაანალიზოს, რომ ეს ცუდია თუ არა, ან თუნდაც ის კრიტიკული თუ ანალიტიკური უნარები, რომელიც სჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ მიხვდეს, სად არის მისი მშობელი თუ მისი ოჯახი მართალი და სადაც არის ეს ვთქვათ დამნაშავე და დაუპირისპირდეს. დიახ, ესეც არის გარკვეულწილად იმის მაგალითი, რომ შეიძლება კი არა და საფუძველს უდევს, რომ მე ეს ბავშვები ჩაგროლებით იზრდებიან. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაინც კრიტერიუმი ის არის, რომ ამ ბავშვებსაც აქვს თავიანთი პრობლემა, აწუხებთ შინაგანი რაღაც საკითხები, რომელიც უბრალოდ ამ ჩაგვრით გამოხატავენ სხვის მიმართ, უფრო მეტად ფიზიკური დაპირისპირებით. რა არის სკოლის რეაქცია ამ დროს? სკოლის რეაქცია სამწუხაროდ, მე როდესაც ვიყავი ბულინგის მსხვერპლი და ჩემი სიტუაცია უკვე ნაცნობია ჟანთვის, ჩემთვის სკოლის თუ შეიძლება რომ მაყურებელსაც გავაცნოთ მაშინ. ხო, ეს ხდება დაახლოებით მე-9 კლასში ვიყავი, უფრო მე-9-ში, არა მე-10-ში უკაცრავად, როდესაც გაგვაერთიანეს ორი კლასი და ამ შემთხვევაში ვინაიდან ვიყავი ერთ-ერთი კარგი მოსწავლე და ყოველთვის გამორჩეული ვიყავი საკითხისადმი დაინტერესებით, აქტიურობით და ყოველთვის მიყვარდა ეს აქტიურობა, კითხვების დასმა. იყვნენ ადამიანები, ვისაც ეს აღიზიანებდა, იცოდნენ, რომ ჩემი მეშვეობით შეეძლოთ გაკვეთილი ჩაეშალათ, რადგან მე ვიყავი როგორც ემოციური, ამავდროულად მორთმენი, მაგრამ ძალიან ფიცხი იმ შემთხვევაში თუ მაგათ მე დაუბრუნებდი პასუხს და ამიტომ ამ შემთხვევაში მე გავხდი ბულინგის მსხვერპლი იმ კუთხით, რომ მოხდა ჩემი ფიზიკურად დაჩაგვრის საკითხი, როდესაც ქართული ენის გაკვეთილზე, არ ვიცი ამას რა ჰქვია და როგორ უნდა აუხსნა, თქვენთვისაც არის ნაცნობი, სკოლებში ძალიან ხშირად ხდება, როდესაც კალმის არის, ასე ვთქვათ, თავისი ვისაც წერთ არ ვიცი როგორ გავმარტო, იქიდან პატარა ბუშტებს ისვრიან. ამ შემთხვევაში ეგეთი მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში და მე როდესაც დაუპირისპირე, მოხდა კიდე დაპირისპირება ფიზიკური მრევლებით თუნდაც შეხება და ამავდროულად მე სოციალურ ქსელში ატვირთა და გარდა ამისა კიდე იყო სოციალურ ქსელის მეშვეობით YouTube-ზე ჩემი, ესე ვთქვათ, დაცინვა, ამიტომაც ეს იყო ერთ-ერთი ბულინგის მსხვერპლი და როდესაც ასე იყო ნაჩვენები და როდესაც სკოლამ გაიგო, სკოლის რეაქცია არ იყო დიდად ადეკვატური, იმიტომ რომ მათი კომენტარი იყო, რომ ესენი არიან ბავშვები და არც მასწავლებლები რომ გაირკვევა, გაიზრდებიან და მოსჩება, თუმცა იყო შეცდომა, იმიტომ რომ არავის არ უნდოდა. ერთგვარად მოხდა მოძალადეების გამართლება, ძალიან ხშირი არის ეს ხუმრობები, გეხუმრნენ, შენ არ გესმის, შენ გააზვიადე და ასე შემდეგ. არ აღვიქვამენ სიტუაციის სერიოზულობას, თუმცა რეალურად ისინი ცდილობენ პრობლემის დამალვას და მის მოშორებას თავიდან, იმიტომ რომ ამ პრობლემასთან მუშაობა არის საკმაოდ ძნელი, როგორც უფლებადამცველები ხშირად ამბობენ და ძალიან ხშირად სკოლა ცდილობს, ესეთი ქვეცნობიერადაც ძალიან ხშირად დასრულებით ცდილობენ ამ პრობლემების დაკნინებას, ამ მნიშვნელობის და მათ მიჩქმავას და მიმალვას პირველში თავისი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით თუნდაც. იმისთვის რომ და დაბრალება იმის რომ მსხვერპლისთვის რომ ის არის დამსმენი, ის არის დამნაშავე. დიახ, ეგ იყო ზუსტად ერთი მიზეზი და ამ კუთხით ისევ მე გამოვში დამნაშავე და იყო ესეთი საკითხიც, რომ მე უნდა შემეცვალა სკოლა, როდესაც მე არ ვიყავი დამნაშავე და ერთი იყო რომ დავბრებ მასწავლებელსაც, იმიტომ რომ მასწავლებელსაც უძღვის ჩემი აზრით აქ დიდი წვლილი, როდესაც მასწავლებელს ხედავს ამას, მაგრამ მასწავლებლისთვისაც ეს არის ხუმრობის ტოლფასი და როდესაც უნდა ხდებოდეს თითოეული მასწავლებელი, რომ ეს ხუმრობის ტოლფასი არ არის. მაშინ ვფიქრობ, ის მომენტიც ხომ არ იყო, რომ მასწავლებელიც ეთანხმებოდა იმ ბავშვებს იმაში, რის გამოც დაქცინოდნენ და გჩაგრავდნენ. ესეც ხომ არ არის. ასე ძალიან გამოხატული არ იყო, მაგრამ შესაძლებელია უბრალოდ მისთვისაც იყო მისაღები, ეგ როგორც ბავშვები არიან, ერთობიან და უბრალოდ აქ კიდე არის რამდენად კიდე, იმიტომ ყველა მასწავლებელი არ მინდა ახლა
შეურაცხყოფა ყოველს აი ესე ვთქვათ მიიღონ, მაგრამ არიან ისეთი მასწავლებლებიც ყოველს ვერ ჩავრევ, რომელსაც შეიძლება საგანი კარგად იცოდნენ, მაგრამ ფსიქოლოგიოდ არ იყვნენ იმდენად ძლიერები და იმდენად რომ ასეთ რაღაცებსთან ჰქონდეთ გამკლავების შესაძლებლობა. შესაძლოა თუნდაც თვლიდნენ, რომ ღირსი ხარ, თუნდაც იმ რაღაც იმის გამო რომ რაღაცა გაბატონებულ სტანდარტში შეიძლება არ ჯდებოდი მათი აზრით. არა, ეგეთი რამე არ მქონია, რომ ღირსი ვიყავი თუ, იმიტომ რომ მე ყველა ბოლოსკენ იყო, რომ ამ ბავშვებს მაინც თავიანთი სიტყვა უთხრეს, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ გამართლება იყო იმ კუთხით, რომ ბავშვები ვიყავით და ხუმრობა არის ეს ყველაფერი და მე უნდა მიმეღო ეს ხუმრობად. იმიტომ რომ გამოვიდა, რომ ისო მე არ მისმოდა, რომ ეს იყო ხუმრობა, თუმცა ადამიანის რაც მისთვის არ არის სასიამოვნო და რაც მისთვის გულის ტკივილია, ის ხუმრობა არ არის. შესაბამისად, განსაკუთრებით ფიზიკური შეხება ხდება ამ შემთხვევაში. და ეგ იყო ერთ-ერთი ამ ყველაფრის. რა მოყვა ვიდეოს გავრცელებას? თუ სადმე ჩივილი მაგალითად. ვიდეოს ზუსტად ეგ ძალიან კაი კითხვა მისვით, რაც მინდა ცოტათი განვარცო. ამ ვიდეოს გავრცელებას, რაც მეც არ ვიცოდი და მე დავამაბრალეს, თუნდაც მე მქონდა ატვირთული, მე ვიდეო არ მქონდა და ეს იყო კლასელების მიერ ატვირთული. რუსთავიორმა ნახა ეს სიუჟეტი და ჩვენ სკოლაში მოვიდა. სამწუხაროდ მე ვერ გავაკეთე მაშინ კომენტარი, იმიტომ რომ მე შემეშინდა, მე ვიყავი მარტო, მე არ მყავდა არავინ, ვის შეეძლო ჩემთვის ეთქვა თუ როგორ მე შემეძლო მემოქმედა. ამ შემთხვევაში ვიყავი ესე ვთქვათ დაშინებული იმ კუთხით, მე რომ მეთქვა ხარ რამე გავსულიყავი ინტერვიუში, მახსოვს მაშინ და ესეთი ზამდირექტორი, დირექტორის მოადგილე იყო შემოსული მე და თქვა რომ ამ შემთხვევაში გადი და ისაუბრე, მაგრამ უნდა მისაუბრე თვითონაც კი დაგვაშინა ამ შემთხვევაში რომ ინტერვიუები არ გავუკეთებინა და არ გამორჩენილიყოთ კამერების წინ, რაც ეხლა დღევანდელი გადასახედიდან მინდა ვთქვა რომ მე გავაკეთე შეცდომა, მე მაშინ რომ ყოფილიყავი ის და მქონოდა იმდენი გაანალიზებული რესურსი და არ ყოფილიყავის ფსიქოლოგიური ზემოქმედები და შიშიშვა, შეიძლება უფრო სხვანაირად გამეცა და ყოფილიყავი სხვა ბავშვებისთვის მაგალითი, რომ გამორჩენილიყავი და გიათ მესაუბრა, ამდენი წელს მე რომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ხო და ეგ იყო ერთ-ერთი რეაქცია, თუმცა სკოლას არ მოუნდა მე ამ ყველაფრის გაშუქება, გამოჩენა და თვითონაც მე ჩვენმა დირექტორმა შეძლო წაშლევინა ეს ვიდეოები, როგორც ატვირთული იყო მაი ვიდეოზე, ამავდროულად YouTube-ზეც. სხვათაშორის ეს მიდგომაც ჩვენ სკოლაში ძალადობას ადგილი არ აქვს, ყველა ერთი ოჯახი ვართ, ასევე გამორიცხავს და ასევე ძალიან ხელს უშლის სწორედაც რომ ამ ძალადობაზე საუბარს და ამ ძალადობის რეალურ აღმოფხვრას და სწორედაც ის არის ის რაც იმ შემთხვევაში სკოლის დირექციამ გააკეთა. ბულინგის ერთ-ერთი და ჩავრის ერთ-ერთი სახეობა არის ასევე გარიყულობა, იმიტომ რომ ვიცით რომ ადამიანი სოციალური არსება, მას სხვა ადამიანებთან და საზოგადოებაში უნდა ყოფნა და ის მიდეკილია ამისკენ და თუ კი ეს საზოგადოება მას მიზანმიმართულად ყურადღებას არ აქცევს, მას ხაზს უსვამს, შლის მას თავისი ცხოვრებიდან, ეს ამ ადამიანის თვის ასევე არის ჩაგვრის და თემიდან გაგდების ტოლფასიც შეიძლება ითქვას. ამას თუ გადააწყდი? ამ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან ინტეგრირებული ყოველთვის ეხლა მე არ მაქვს პრობლემა რამე ინტეგრაციასთან და რამე მქონდა. აქეთ იყო ჩემი, იმიტომ რომ მას არ მოსწონდა დღევანდელი გადასახედიდან რა უყურებ ადამიანი, რომელიც ითხოვდა სწავლას, სვავდა ძალიან ბევრ შეკითხვას და ამავდროულად უყვარდა რომ თუ რამე ამომწურავი არ იყო გაიგო, რაც მათთვის იყო ის, რომ მათ უნდათ გართობა, იმიტომ რომ მათ არ მოსწონდათ სწავლა, შესაბამისად ეს იყო ის კატეგორია კლასელები, რომელსაც უნდათ რომ ჩასშილიყო გაკვეთილი. ამ შემთხვევაში მე ვიყავი მათი მსხვერპლი. როგორ გაგრძელდა შემდგომ სკოლის შემდეგ შენი ცხოვრება და რამდენად როგორ ფიქრობ სკოლის გარეთ არის კიდევ სადმე ბულინგი, თუნდაც არაფორმალურ განათლებაში, ბანაკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და ასე შემდეგ? მინდა თქვა რომ სკოლის ჩემი პერიოდი ცოტა სხვანაირი თემაა, იმიტომ რომ მანდ ვიყავი ფაქტიურად როგორც ეს ვთქვათ დაბმული მარტო სახლი და სკოლა, სხვა რამე შესაძლებლობა განვითარების თუ არ მქონია და არც მქონდა ინფორმაცია თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამპლინი ცხოვრებაში, რომ მე შევძელი რა ჩავაბარე და გავაგრძელე უმაღლესში სწავლა, სადაც გამოვავლინე რეალურად ჩემი პიროვნულობა, ჩემი ღირებულებები და ამავდროულად ჩემი უნარები და ამასთან შესაბამისად დიახ ცხოვრება ჩემი რადიკალურად შეიცვალა.
და რა დაამთავრე, რო უკითხე ესეც? ბაკალავრის შემთხვევაში მე დავამთავრე ეკოლოგია და ინგლისური მეცნიერებები, მაგისტრატურა ბუნებრივი რესურსების კუთხით მაქვს დამთავრებული. ეს დამატებით კიდე მაქვს რაღაც სხვა პროფესიები, როგორც არის ფოტოგრაფია, მაგალითად. და მინდა თქვა, რომ ამ უნივერსიტეტის ფარგლებში მე თვითონ ამით მაყურებელს მინდა ეს პატარა გადახვევა გავაკეთო და ვუთხრა, რომ არასდროს არ შეეცადოთ გაჩერდეთ, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მე არ ვიცოდი რა ხდებოდა და როდესაც გავხდი სტუდენტი, მე გავიგე, რომ არსებობდა ძალიან ბევრი პროექტი, არსებობდა ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ამ კუთხით მუშაობს და შეიძლებოდა მათთან კონსულტაციის გავლა, ჩართულიყავი, რომ გაგეგო რა ხდება და რატომ. ამიტომ მე ჩავერთე და ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პირველად ესე ვთქვათ, ჩავერთე ძალიან აქტიურად, ეს იყო საცეხოვარ სტუდიაში Helping Handy, მოხალისეთ. ეს სიამოვნო ამის გაგონება. კი, ეს იყო ორგანიზაცია, საიდანაც 2012 წლიდან დაიწყო მოხალისეობა. აქამდე ვიყავი ჩართული სანამ ჩართობოდი უნივერსიტეტო პროექტებში და კიდე სხვა არაფორმალ განათლებაში, თუმცა ამან დამეხმარა და მაჩვენა, რომ რეალურად მე რომ მეგონა, რომ შეიძლება მე ყოფილიყავ დამნაშავე პრობლემა იყო ჩემში, აღმოჩნდა, რომ პრობლემა ჩემში არ იყო და ეს იყო ჩაგვრელებში და მე შემეძლო ამის ახმოვთქვა, თუ მექნებოდა უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი შესაძლებლობა, როგორ მებრძოლა ამისთვის და მცოდნოდა, რომ არის შესაძლებლობები, რომ არ შემშინებოდა. ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი მიზანი. როგორ ფიქრობ, რამდენად და რის გამო არის, რომ თუნდაც არაფორმალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში დაწესებულებებში, სადაც აი დაახლოებით იგივე სასკოლო ასაკის ბავშვები არიან. ან თუნდაც უნივერსიტეტებში, სადაც ბავშვი პირდაპირ სკოლიდან ხვდება და ისევის ბავშვები, ისევის ადამიანები სწავლობენ, რომლებმაც სკოლა გაიარეს. როგორ ფიქრობ, რატომ არის აი ამ ორგანიზაციებში და დაწესებულებებში ნაკლები ჩაგვრა და ნაკლები ბულინგი? ძალიან კაი შეკითხვაა, ესა ანუ აქამდე პასუხი ვერ გაგეცი, უბრალოდ გამომრჩა, რომ მკითხეთ, ანუ ბანაკებში თუ ხდება თუ განათლების იმ სხვა ინსტიტუციებში, დიახ, არის ხო, თუნდაც აქტივი კი ხდება. ძირითადად აქ უკვე არიან, ანუ ზოგადად ყველა არის ესეთი შეგნებული და ჩამოყალიბებული იმდენი ინტელექტი მქონე ადამიანი, რომ თუნდაც განათლების სფეროში აღმოფხოს გააკო ბულინგი. ეს არის ჩემი აზრით დამოკიდებული ისევ ადამიანზე, მის შეგნებაზე და ამიტომ დღეს ორგანიზაციებში ვსაუბრობ. არიან ორგანიზაციები, რომელიც ამას ცვლიან. იმიტომ რომ ამ ორგანიზაციებში არის ის კულტურა თუ ის შეგნება და იმის ისა შემეცნებითი პროგრამები, სადაც ასწავლიან თუ რა ეტაპებზე ადამიანის ანუ ეს ვთქვათ, დაცინვა არის დისკრიმინაცია და რა ეტაპებზე ადამიანს არ შეიძლება რომ შეეხო რომ მისი უფლებები დაარღვიო. ამ შემთხვევაში მათ აქვთ უნარი რომ შეიძინონ ეს როგორც ფსიქოლოგიური დახმარება დამუდოთ, კონსულტაცია, არამედ მარტო ჩაგვრებს, არამედ ასევე ვინც არის ბულინგის მსხვერპლი, არამედ ეს არის ესეთი შესაძლებლობა, რომ ხვდები, რომ შენ შეგიძლია, რომ არ ხარ მარტო ამ შემთხვევაში და თუ რამე პრობლემაა, შეიძლება ამათმა დაგიხმარო, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციებში უფრო მეტად აქვთ ეს ღირებულებები და უნივერსიტეტებში ღირებულებები იმისა, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, თუმცა ყველა თანასწორია. კი, მაგრამ ყველა უნივერსიტეტიც არ არის, უნდა ვთქვა, იმიტომ უნივერსიტეტი ძალიან დიდია, ამ შემთხვევაში უკვე დამოკიდებულია თავად იმ კულტურასაც შედის და იმ პროფესორებზე როგორ მიდგებიან, იმიტომ რომ ვიცით ასევე სიტუაციები ზოგიერთ უნივერსიტეტში, სადაც მოხდა ამავდროულად ჩაგვის სიტუაციები. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ისევ გამოდიან ის ბავშვები სკოლიდან, ვინც ამას აკეთებდა, თუნდაც სხვა გარკვეულწოდ, იმიტომ გონიათ, რომ კაი ტიპები არიან და მარტო სწავლა და ჩემი აზრით უმაღლესში გაგრძელება ეს არ არის განათლება. მან არის განათლება არის კომპლექსური და მან არის რეალ დაფუძნებული შეგნებაზე და რამდენად გაქვს ფართო თვალსაჩინო და ამიტომ რა ტიპის ღირებულებები გააჩნია ადამიანს. აუცილებლად უნდა გკითხო ოჯახზე, რამდენად სად იყო ამ დროს შენი ოჯახი, ვინმე შენ თვითონაც დაიწყე შენს პირად ისტორიაზე საუბარი. სად იყო შენი ოჯახი იმ დროს, როდესაც ასე თქვა ჩაგვის მსხვერპლი იყავი? ჩემი ოჯახი უნდა გითხრა, რომ ჩემ გვერდით იდგა, მაგრამ იმას გავსახავს, რომ ჩემ ოჯახსაც არ შეეძლო ჩემი დახმარება, იმიტომ რომ მათაც არ იცოდნენ რა გააკეთებინა. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
აი მოდიოდი სახლში ყვებოდი ამ ამბავს და რა ხდებოდა? ყვებოდი ამ ამბავს და ასევე ჩემებიც იყვნენ, ჩემი მშობლებიც, რომ ცდილობდნენ თავისი იმით მოეგვარებინათ, იმიტომ რომ რამე რჩევს მოცემა არ შეეძლოთ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ასევე იმის ცნობიერება რა გამეკეთებინა, რა რჩევა მოეცათ, ამავდროულად ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი ხუმრობით მიიღე, იმიტომ რომ სანამ არ გავიდა ეს ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, მერე მოხდა უკვე ჩემი მშობლების აქტიური დაპირისპირება სკოლასთან მიმართებაში, სადაც გამოიწვია ასევე ის, რომ მერე მოვიდა ეს ტელევიზიაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემებმაც კი ვერ გააკეთეს არანაირი კომენტარი, იმიტომ რომ შეეშინდათ, რომ ტელევიზიის კუთხით შეცვლათ, რომ არ შერცხვენოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ არ და თუნდაც უარესი ძალადობის მსხვერპლი არ გავხდარიყავი შურის ძიების შემდეგ. დიახ, ეგ იყო და ამას ეშინოდათ, რომ ისე პრობლემა შეიძლება მე გავეკითხე ისევ ადამიანებს, მეც მეშინოდა ამისი, იმიტომ რომ ასე მეგონა იმ პერიოდში შეიძლება და ჩემში იყო პრობლემა და მე ვერ ხვდებოდი, თუმცა აღმოაჩინე რომ არა ჩემში არ იყო ეს პრობლემა და ეს ჩემი ოჯახსაც იმოქმედეს ყველაფერი. რას ეტყოდი ბულერებს, მჩაგვრელებს, რომ რა მესიჯს, რას ეტყოდი მათ? ყველა იმ ჩაგვრელ ადამიანს, რომელსაც თუნდაც გაიფიქრებს ამის რომ ვიღაცას დასცინოს, მინდა პირველ რიგში თავი ჩააყენოს ამ სიტუაციაში და გაანალიზოს რატომ ხდება, რატომ აკეთებს მაგას, რამდენად მისი ღირებულებების და თუ არის ამ შეგნების ადამიანი, რა თქმა უნდა და აქვს მაგის ღირებულება, რეგში ეგეც უნდა გაუსვათ ხაზი, გაანალიზოს რამდენად სწორად იქცევა ეგ ადამიანი, ვინაიდან რო ჩაგვრის უნდა გაიაზროს, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რა იქნებოდა, რა განცდებს მივიდოდა და რატომ ჩაგვრის, რა პრობლემა აქვს, იმიტომ პრობლემა მასშია და არა იმაში, ვისაც ჩაგვრია. და ასე ეტყოდი ჩაგვის მსხვერპლებს, როგორ გადარჩნენ და შენი გამოცდილებაც როგორ გადარჩი შენ, როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, შენი რეცეპტი. ჩემი რეცეპტი ძალიან ისეთია, იმიტომ ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც ჩემ თავთან შემეძლო საუბარი განმეტვირთა და ჩემით ხდებოდა ეს ყველაფერი, ამავდროულად წიგნებთან ურთიერთობის შემთხვევაში და მე საზოგადოებაში რომ გამოვდი. უფრო მეტად ეს ყველაფერი დამეხმარა მე რომ ამ სკოლას მოვცილდი. მე დავამთავრე, მე ჩემი პროტესტიც იყო შეიძლება ერთგვარი, ეხლა ძალიან ისე ჩანს, მაგრამ მაშინ იმ პერიოდში მე ისე გამოვხატე მათი პროტესტი, რომ მე მათთან ურთიერთობა ყველანაირი გავწყვიტე და არც კი ბანკეთზე მივსულ ვარ, იმიტომ რომ ეგეც კი იწვევდა ბანკეთზე მისვლის პრობლემა, რომ ვინაიდან მე ვიყავი დაბალი და ფიზიკური მონაცემის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მათ არ უნდათ წაყვანა, იმიტომ რომ ყველა ბიჭი იყო მაღალი და ამაზე იყო საუბარი, ვინ წაიყვანს მარიამსა და ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი, რომ მე მათთვის პროტესტი გამეკეთებინა და არ წავსულიყავ და ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ვთქვა და იმ პერიოდში ხარ უყურებ, ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება გავაკეთებ მაშინ, რაც იყო, რაც მქონდა ჩემს ირგვლივ. მაგრამ დღეს ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხდება, რომ არის ბულინგის მსხვერპლი. ამ შემთხვევაში არ გაჩერდეს არავინ, იმოქმედოს ძალიან ღიად და შეეცადოს დაუპირისპირდეს ყველანაირად და არ გაჩერდეს კიდევ ერთხელ თუ ხედავენ, რომ მათი კლასერი თუ მათ უბანში ვიღაცა არის ჩაგვის მსხვერპლი, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს ისევე მათ თავსაც და ამავდროულად რომ იმოქმედონ და ხმა აიმაღლონ, იმიტომ რომ თუ ხმას აიმაღლებ და ისაუბრებ, არიან ადამიანები საზოგადოებაში, ვინც ხარს დაგიჭერს, განსაკუთრებით არიან უკვე დღესდღეობით უკვე იმდენი არაფორმალური საინციდენტო ჯგუფი, რომელიც ებრძვის ამ ჩაგვას და ამავდროულად არიან ორგანიზაციები და შესაბამისად შეუძლიათ მიმართონ და ამავდროულად რეცეპტი რამე შემიძლია გითხრათ. მე რაც დამეხმარა იყო ის, რომ მე რეალურად აღმოაჩინე ჩემ ვინ ვიყავი რეალურად, რა შემეძლო გამეკეთებინა, რა წვლილი შემეძლო შემეტანა რა ღირებულები და ეს დამეხმარა ზუსტად პროექტებში ჩართულობამ, ჩემმა мотивაციამ, შინაგანად პიროვნულმა, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმმა, რომ მე თვითონ გამოსულიყავი და მეკეთებინა კარგი საქმე, შეიძლება ითქვას და ჩაერთო სხვა ორგანიზაციებში, გაიარეთ სხვადასხვა შემეცნებითი ტრენინგი, თუნდაც მათი ცნობიერების ასამაღლებად და ისო ცობის მოყარეობაც ჰქონდათ, იმიტომ რომ დაეხმარებოდა ეს ყველაფერი. და მოშორდნენ დამჩავრილ გარემოს. კი, მოშორდნენ, ეგრეთ უნდა მეთქვა და ამიტომ არიან ძალიან დიდი ორგანიზაცია, მაგალითად ხა ესეთი ჰელპინგები რაც მომწონს, ძალიან აქვს ძალიან კაი ბაზა, რომელიც მოხალისეობრივია და რთავს ადამიანებს და თქო იმათვისაც იქნება კარგი და არა მარტო ეს, არამედ სხვა ბანაკებში ჩართულობაც კი შეიძლება თუ სხვა პროექტებში ეს ყველაფერი მათ დაეხმარონ აღმოაჩენ მათი თავი.
დიახ, ზუსტად მამას ვაკეთებთ ჩვენ Helping Hand-ში, შენ საუბარი ახსენე და ხმამაღლასავეს, სწორედაც ამას ვაკეთებთ ჩვენ რადიო ჩემ ხმაში, ჰორიზონტს მიღმაში, ვცდილობთ ამ თემების გაჟღერებას იმისთვის, რომ მეტი ნათელი მოვფინოთ, რომ ესეთი რაღაცები ხდება და ის რომ საქართველოში რაღაც ყოველერთი ოჯახით ცხოვრობს, ეს ჯერჯერობით ასე არ არის, თუმცა ეს საუბრები სწორედ იმას მიემართება, რომ ჩვენ კონფლიქტი უფრო ნორმად აღვიქვათ, კონფლიქტი არსებობს და ის ბუნებრივია, თუმცა აი ამ საუბარმა იმედია და ეს საუბარი იმედია მიგვიყვანს იქამდე, რომ მივხვდებით, რომ კონფლიქტი ამასთან უნდა ვიმუშაოთ და არა ვუარყოთ. ეს იყო მარიამ ავაკოვა, დიდი მადლობა მას გადაცემაში. დღეს ჩართულობისთვის ჩვენ კი 2 კვირა